ზაზა. მაიკლ კარტერ უილიამსი როგორ არ ვიცი, ზაზა. კარგი ბიჭია, ხო? ხო. ანუ ეგეც დაიმატეთ. და ბრენდონ აითმა რაო, რატო გადავედიო? აჰა, გასაგებია. ხო. მე როგორ ვარ? კარგად, ზაზა, მე ძალიან კარგად ვარ, ხო? საცხობი უკვე გავხსენით, მცხობელიც ავიყვანე, ფანტასტიურად ვარ, ხო? ერთადერთი ეხლა დამრჩა, რა დავარქვა სახელი, საცხობს უნდა მოვიფიქრო, ხო? რა დავარქვა? კარგი რა, ზაზა, გასცდი ცოტა ამ კალათბურთს რა. ხო. კარგი ზაზ, მომენატრე, ჩამიკოცნე ბიჭები, მუკოცნე. ზაზა მოგიკითხა. ღმერთმა სიკეთით იკითხოს მე. ლაშა, 5 ჯერ არ აგიწყვია? რანაირად დავაწყობ კეთევან უნდა ამას, რა ქვია, ჩაკუჩი უნდა. შენ ხა იცი რა ჩაკუჩი, რაღაცა ზარმაცო, ტელევიზორს უყურებ და გეზარება. რა ჩაკუჩი მაგას უნდა მაგ 5-ის აწყობას? მიდი ახლა ჩქარა აწყვე. რანაირად დავაწყობ, ვერანაირად ამ ჩაკუჩის გარეშე ამ ყუთს ვერანაირად ვერ ავაწყობ კეთევან. ეხლა ჩვენი ჩაკუჩი ვერ ვიპოვე, არ მიძებნია, მაგრამ ვერ ვნახე. კატამხუმარ შეჭამა. კარგი ხარ, ნუ დაიწყებ ხოლმე რა, კატამ შეჭამა. მიდი კარი გააღე, მიდი. რანაირად გავაღებ 5-ს ვაწყობ აგერ. მოგე, შენ მე დღეს გამაგიჟებ რა. ერთი წუთი ახლა მე გავაღო ერთი ეს კარი, გამაგიჟე რა. შენ უნდა გავაღო მე რა. ერთი წუთი. ბიტავრი, ჩემიდა მოვიდა. ჩემო სიცოცხლე, როგორ მომენატრე რა ლამაზი ხარ. მოდი უნდა გაჭამო. კარგი ქათამი მაქვს, შემწვარი, კიტრი ყველი მჭადი, უფ, კარგი ღვინო მაქვს. მინდა, რა კარგია. მოდი. თამარ, ახლა ასე პირდაპირ შემოხვედი, უკვე აღარ უყურებ შენ ამ ჰოროსკოპებს და ეტლებს და რაღაც ვარსკვლავებს, ა? აი მე გამანებე თავი, რა ჰოროსკოპის გაგონებაც არ მინდა. რატო დაო? რატო და არ ვიცი, ვინ გააგებინა იმას. ხო. იმ დღეს მომწერა SMS-ი, დღეს კურო და კირჩხიბი თუ შეხვდებიან ერთმანეთს, იდეალური შეხვედრა გამოუვათო. მერე კიდევ SMS, აუ ისე მომეშალა ნერვები, რაც კი მქონდა ჰოროსკოპის, ხო? ყველაფერი გადავხარე. ხო, ვინ უთხრა, საიდან გაიგო? ნეტა საიდან, ვინ უთხრა? არა, ისე მართალი ხარ ეხლა შენ თაბა. მართალი ხარ, ეს ჰოროსკოპი და ვარსკვლავები კარგი რო ყოფილიყო ეხლა. შენ დაასწრებდი გაგარინს, კაცი კოსმოსში იყო, გაფრენი ჩამოფრინდა უკან. აი მე, რა საკეთებ? წარღვნის ნიშნებია სახლში და კიდობანს აწყობს. ხო, აი კიდობანს ვაწყობ, კიდობანს თამარ და ეხლა წყვილად უნდა ჩავსვა ამაში და ეხლა ვფიქრობ რა შენ ეხლა ვახოსთან ერთად ჩაქსვა თუ ნიკასთან ერთად. უც ვაწყობ რა. მე ლაშა ძალიან რთულით რომ დაიწყე, ცოტა მარტივით დაგეწყო. აი მაგალითად ის რომ არის, აბა გამაფერადე. ხო, რა საკეთებ? რას ვაკეთებ თამარ და ვახო მითხრა რომ თამარს ხელი მინდა ვთხოვოდა იქნებ ბეჭდისთვის 5 ამიწყო და აი მე მგონი ცოტა დიდი კი გამოდის მაგრამ მაგისთვის არა მაგრამ მამა შენისთვის დაგჭირდება ბეჭდის 5-ის გაკეთება კეთინო იმ დღეს დამანახეს ეს ლამარა აუ რა ხალი ყოფილა ვინ ლამარა ამის დედინაცვალი ლამარა მშვენიერი ქალია, ისეთი მოვლილი ადამიანია, ისეთი გაწკრიალებული, მშვენიერი. ბოლო გამაგებინე რა ყუთს აკეთებ, რა მე გეტყვით ამრი, ახლა მომისმინე, მოკლედ, ჩემს საწყობში,
ჩვენს საცხობში მინდა რომ ახალი რაღაც გამოვიმუშაოთ სახლში მიტანის სერვისი ხო და მოკლედ ესე იგი მოპედი უკვე ვიყიდეთ ხო და ამ ხუთს მოპედზე დავდებ და ესე სახლში დავარიგებთ საჭმელს ხო დაარიგებს მიდი ჭამე არა ვერანაირად ვერ ჩავსვამი ამას ჩაკუჩის გარეშე რა ავალ ირაკლის ვთხოვ ჩაკუჩს არა ხვიდე ახლა მაგათ ეძინებათ გუშინ ბავშვები გააცილეს ამერიკაში და მთელი ღამე გაათენა მაგან და თავის მასიმამ რა იმდენი დალიეს ხო ეხლა ჯერ კიდე ეძინებათ მაგათ მახსოვს გამახსენდა ხო მაშინ ჩვენ ჩაკუჩს მოვძებნ იქნებ ვიპოვოთ მიდი ჭამე ხო ეს ქალბატონი რა შვება არ გადაუარა ლამარაფობია კატასაზე ინებს ფელიჩეს მოკლედ ესი დამაგიჟა რა ლამარას ქონია ბედი მაგას მურთაზ იყავს სახში და მე კატა აბანაც გუშინ მთელი ღამე არ დამაძინა გარეთ კატები ყრაოდენ აყო ესეს და ერთი ამბავი ისეთი პერიოდია ეხლათად უი მართლა გამახსენდა ანანო რო ჩამოვიდა ბათუმიდან ორი კვირა რო იყო დათოსთან ხო გული მერევაო რა ვიცი თავბრუმ ეხვევაო ფეხმძიმედ არის ხო რო კითხვა არ არის რას ეკითხები მერე არც მეკითხავს მარიკა ძალიან ცუდი სიზმარი ვნახე მარიკა სარესხი ჩამოხსენი მერე მე კი ფარდებს ჩამოხსნი საძინებელში და წავიღო არ ყოფილა სიზმარი რა ფარდები მიგაქვს რა ფარდები წავიღოთ რას ლაპარაკობ ბავშვები გაუშვით და ეხლა შენც მიდიხარ დედას მივყვები აგარაკზე. გაზი გაყავთ იქ და სახლში უნდა იყოს ვინმე. და აქ ხო ჩვენ ახალ ფარდებს კიდევთ. ხო და ამ ძოლს წავიღებ აგარაკზე. კარგია, გაზი გაყავთ. ხო, მაინც ფრთხილად იყავი, გეხვეწები შალომ და გასთან არ მიუშვათ. ხო, იცი ჩემი სიდედრი ადვილად აალებადია. ბუიეცე, კაცე. ხო, კარგი ვიხუბრე. და მამა შენი ზახარიჩი რატო არ მიდის რა? არიცი, ხო? არცალია? სხვა საქმეა? ეზარება? არიცის? ირაკი. ვიცი მარიკა, ვიცი. მეგონა რომ რაღაცა მიზეზს შენ თვითონ მოიფიქრებდი, თორე ვიცი რომ გუშინ გამოვათრე, მოვკალი, დღეს დილას ძლივს ადგაფეხზე და ეხლა დადის უბან სახაშე. ირაკლი, რამდენი დაალევინე გუშინ, ა? მე რა დავალევინე, შალომა. მე რა შუაში ვარ? მე რა დავალევინე? ბასიბუსებიო, მიდიან ამერიკაშიო, ჩემი შვილიშვილებიო, გავაცილოთო და ერთი ჭიქა დავლიოთო. ხო, თავიდან გითხრა რომ ერთი ჭიქა დავლიოთ. კი ბატონო. მერე შენ უთხარი ორი ფეხით მოხვედიო. არ მოვიდა ორი ფეხი? ო, მერე უთხარი მე სამობით არის. არ არის? ხო და მე 4 უთხითო. კი ბატონო. და მე ასე ახვედით 36 გაქვს ფეხის ზომაო. მე შალონა ისე მართლა რა პატარა ფეხი აქვს ზახარიჩს ირაკლი შენ კი იტან შვილო მაგრამ იმას არ შეუძლია და ვერ შევასმინე ამ დილითაც მაკაცებთან ერთად წავიდა ხაშზე გურეკამ ტელეფონი გამორთული აქვს მარიკა ჩვენ მოგვიწევს ამიტომ იმ გაზის ამბავზე წასვლა ცისა და შალონა ხო მე გამოყვებით ვაიმე თუ სხვა საქმე არ გაქვს ირაკლი საქმის მეტი რა მაქვს მაგრამ ვიფიქრე ხო არ გადავდო თქო თუ გადადება შესაძლებელია? გადაუდებელია, მაგრამ არა ირაკლი, საქმეს ნუ გაიფუჭე. ის ვაჟბატონი უნდა მიბრძანდებოდეს წესით, მაგრამ იმიტომ რომ კაცის საქმეა ის. რატოა კაცის საქმე? ვერ გავიგე რა. რა კაცის საქმეა? ეს გაზი შეყავთ, ხო არ გამოყავთ? გატყვი ხა რა იყო ხა ეს? მე გაზიფიკაციაში არა ვარ პროფესიონალი, მე ვარ დილეტანტი და ეს იყო ერთი დილეტანტის სუბიექტური აზრი. აჰა გამარჯობა. სანდრო აქ ხომ არ არის? არ გახლავთ სამწუხაროდ. არც აივანზე. არც აივანზე. უკაცრავად ბოდიში. როგორ ეკადებათ, კარგად ბრძანდებოდეთ. აჰა, შენ კიდე არ მიჯერებ. Zwima modis gabuna. Შეესდავს მაგონებს. გისმენ თავი. ხო და გამომეცხადა იუზა, ხო? აი აქ ვიყავით შენთან სახლში, ხო? რატო არ მითხარი არ მიმღერები? ხო და
ასე აქ შენთან ვერც ისე შემოვიდა, მოიხედა, აი კაპიცეს თავისი კოხტა ხელები გოგო და რაც კი გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა. თამა, ჩაკუჩი სადადო, ხო არ გახსოვს? არა ყვეჭამე. ვაი სანდრო. დამალეთ რა ლაშა. მოდი. ის მეგი დამსდევს გამაგიჟა რა. მეგი ვინ არის? მეგი ის ბაღის ის რო იყო გამი. მეგი მე რომ იჩიოდა იქ ბარში. ქერა. მიდაპირ ხორბუში რო ცხოვრობს, ხო? რა უნდა მე? აი მე რა ვიცი რა დავაშავე დამსდევს გინდა თუ არა შენ ხარ ჩემი ადვოკატიო. შენზე მაგარი ადვოკატი საერთოდ არ არსებობსო. შენ უნდა იყო ერთადერთი ადვოკატი ჩემიო. მოკლედ რას არ იგონებს რომ შემხვდეს ლაშა რა. აი ეგ არის სანდრო მე. შენი სანდაზა არ გაგიგია? ბაღის გამგესთან საქმეს ნუ დაიჭირო. როგორ არ გამიგია, მაგრამ რა ვქნა მითხარ. სად არის რა, საწავიდა რა, საწავიდა. რა, ლაშა რა. რა და ჩაკუჩი დაიკარგა. აი. შინაური საღებული იქნება, თორე ხა აქ უცხო არავინ შემოვიდოდა. ნახე ირაკლი, ესენი დარჩათ ბავშვებს. მე მამას ბასიბუსები, ეს ნინის არის, ეს მარიამის. არა, პირიქით, ეს ნინისი და ეს მარიამის. ვაიმე მარიკა, აი გამაგიჟებ შენ მე რა. როგორი მახსოვრებ ხა რომელია ნინის და რომელი მარიამის? როგორ და მე ხო ვიცი რომ შენ სულ გეშლება ხოლმე. ხო და ეგრევე მახსოვრებ მე. ისე მამას ბასიბუსები მარიკა რამდენი ვინერვიულეთ, რამდენი ვიწვალეთ, სად არ ვიყავი, სად არ დავრეკე, რამდენი ვიფიქრე, ვინ არ შევაწუხე, ვინ არ ჩავრიო და აჰა, მაინც გავაცილე მამას ბასიბუსები ამერიკაში. ბასიბუსები გავაცილეთ მე და დედამ და შენ და მამამ გააცილეთ აეროპორტში ვინც იყო სხვა დანარჩენი ყველა. არ გახსოვს? მარიკა ეგ არ მახსოვს. მაგრამ რა მახსოვს იცი? გვირაბში მივდიოდი. მერე გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. მერე მარიკა თეთრებში ჩაცმული კაცი მოვიდა. ხო და ხურდამთხოვა. ხო. მივეცი. გამომართვა. მე? აი მერე. მიდი გააკარგი. ახ, ეს მამა ჩემი კიდე სად არის ამდენი ხანი რომ არ კაცია, კაცი შეაგე. გამარჯობა მარიკა. ლაშა. ირაკლი, ჩაკუჩი მათხოვე რა. ჩაკუჩი? კი განაცვალე, რომელი ჩაკუჩი გინდა? ჩვეულებრივი თუ ჯიხს რო გავს? რა ჯიხს რო გავს ირაკლი? ხო, ერთი ჩვეულებრივია და მეორე ჯიხს გავს. დავიცი იყოს ჯიხვი მაშინ. ჯიხი, კი ბატონო, ჯიხი. აჰა. მართლა როგორ გავს ირაკლი? რა. ჯიხვია რა მართლა. მაგას გეუნები რა, ეს ჯიხს გავს და ის მეორე ჩვეულებრივს გავს. ხო. კარგი. შენი გათამამებულია მარიკა გეუბნები მე. გამარჯობა. გამარჯობა ვაშა. რატო დედა რა შუაშია ხე ჩემი გათამამებულია? ბევრი რამე შენი ბრალია გეუბნები. რა არის დედა მომისვენი აგიხსნე ერთი წამი დამელოდე რა. აუ ირაკლი რა ვინ არის გათამამებულია? ვის ხედავ? ჩემს ფეც. ვინა, ვიზე იტყოდა, ჩემზე თქვეს. ლაშა პრობლემა მაქვს ოჯახში. პრობლემა მაქვს ლაშა. ერთგვარი კონფლიქტი ჩამოყალიბდა. ხო, ეს ბავშვები ხო გავაცილე და მარიკა მე შენთან გამჩერებელი აღარ ვარო. აქამდეც ბავშვების გამო ვჩერდებოდიო შენთანო და წავედიო, მივდივარო, მობძანდა ეს ქალბატონი, ცისანაშალო და ჩაალაგე დედიკოშვილო, რაც ყველაფერი შენიაო, რაც არისო, შენ ჩემი ნაყიდი ყველაფერიო ალაგებენ ახლა და მე სადამდე დაეცა ეს ქალი. სადამდე ფარდები წვი. რა რეებს იგონებ ახლა რა ფარდები მიაქვს რა კარგი რა ირაკლი. რას ვიგონებ? ლაშა, რას ვიგონებ? რა, გუშინ გამოვთვერით მე და ზახარიჩი. გამოვთვერით ხო და რაღაცა სისულელეები მიკეთებია იმ აეროპორტში ლაშა რაღაც სისულელეები მილაპარაკია მე ყველაზე ძალიან რაზე ნერვიულობ იცი იმ ქალზე ხო არ წამომცდა რამე ვინ ქალზე კაცო იცი რას გეტყვი ჩემო შვილო ჩვენ კი არ უნდა მივდიოდეთ თვითონ უნდა მიბრძანდებოდეს მე დაურეკავ მამას ხო დაურეკავ მე ხო მიდი ახლა მიდი ხო გააგებინეთ ყველას ერთი წუთი შალოვნა, ერთი წუთი. ლაშა, გენაცვალე, შენი პრობლემები გეყოფა. შენი ბევრი პრობლემები. კი, რა თქმა უნდა, გეხვეწები, არ მინდა რომ ეხა ამას მოусმინო, შენ ისედაც ვიცი რომ ჩემზე ნერვიულობ, ჩემი მეგობარი ხარ, ძმასავით გიყურებ ჩემო ლაშა. წადი მიხედე შენ პრობლემებს, მივხედავ მე რაღაცა იქნება სულ ასე ხო არ ვიქნები და დაგირეკავ, მე მოგიყვები ყველაფერს კარგად დამდებოდა. ხო, აბა, გისმე შალოვნა, რაო? ირაკლი
ბურეკავი ვაჟბატონს ტელეფონი გამორთული აქვს და თუ თავისი ფეხით მოვიდა ძალიან გთხოვ აღარ დაალებინო ეგ თუ თავის ფეხით მოდის აქამდე როდის მოვა ისეთი პატარა ფეხი აქვს ოსტატექნისობა აქამდე როგორ ვერ ვარ თუ ავიგეთ 26 აჰა რა აჰა ირაკლი დამალე რა ეს ხალი დამძდევს დამანებოს თავი აი ის მეგი დამძდევს ირაკლი აღარ შემიძლია რა რაღაცაო ეხავ ახალი საქმეაო და შენ უნდა იყო ადვოკატიო აი შენი მეგია ამ ხელა ხალი ჰა შენი მეგი აქ ცხენია შევლა დაუცახო მეგი დეიდა მეგი ბიცოლა მეგი მამიდა რას გადაგეკიდა ეს ხალი გამაგებინე კაცო მარიკა ვერ ხვდები ის ადამიანი მთელი ცხოვრება იყო საბავშვო ბაღის გამგედა ახლა ენატრება ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა ოხ ირაკლი კარგი იცი რა მე ესე გავაგრძელებ აი ეს დავემალები ნუ ბოლოს ხომ მობეზრდება და დამანებებს თავს არა რატო აღარ გაქვს მაგის ნერვები რა მაგის ირაკლი მეგი ქვია მეგი აჰა აჰა შენთან არიან წამოდი ყავა დავიდე წამოდი მოდი შეხედე მოდი შენ არ მოდი შეხედე რა დღესია რა სისვერს მაგიას ეთყობა მართლა რაღაცა შეუძლია თორე იმ როსტომაიასის ანგელოზევით ხალი რომ მიატოვა აზიდული აზღვიტული კედი ყელყობ მოხერებულია ამ ღვანჩალიასთან მოვიდა რაღაცაშია საქმე ვაი შეგენაცალი ასე ხალს თუ ცაცხი უხდებოდეს და რა ლამაზი რა დამშენებული რა აშენებული რა გახარებული ნოდარეს ღვანჩალია რას ნიშნავს გაიგე ღვანჩალიას ეძახიან პატარა იხვის ჭუჭულები რო წყალში ღვანჩალობენ ასე თავჩაყობენ გააქნევენ და წყალის წვეთები რო ცვივა აქეთ იგი ცელსიუს რო ელდამულება აი მაგას გაბატონონა აი მასე მიგზავნებით აქ მოდის აქ მოგზავნდება ბატონი როსტევანი ნუ ეძახი როსტევანს სახელი აქვს იმ კაცს ნოდარი ღმერთო დალოცე ყველა ნოდარი ვისაც ნოდარი ქვია ამ ქვეყანაში განსაკუთრებით მისი სეხნია ვინც არის ხვავი ბარაკა დოლარი და სიკეთე არ მოაწყო მრავალჯამიე ისე გაბატონო როგორ შემოიდიგეთ ადელად როგორ დაურეკეთ და უთხრა ბოდიშიო არა დამრეკა და მითხრა ბოდიშიო ნო რა მაგის პასუხია შენ გენაცვალე და ისე ასეც ესხრი თუ გეკედა და ალები აგდიოდა და სუნთქვა გეკრებოდა იმ როსტომაიას გეთქვა შენ გენაცვალე რომ იმიშვი და კომედია დელარტე მათამაშებები მოიცადე ასე ჯობია შეხედე კაის ნიშანია ჯვარია დაიწერთ გაბატონო ესე გითხოლდებით არა კარგი ერთი გოგი ხოვდები მეოთხე გაამართლებს რო იცოდეს შენ გენაცვალე მეოთხესაზე აუცილებლად გაგიმართლებთ გაბატონო მართვის მოწვევა მესეგრე ავიღე გაჩადი ბიჭო ნუ გოჯიალობ რაღაცას ნონა ისე ახლა ბრძენი ხალი ხარ შენ ჩემი თქმა არ გჭირდება მაგრამ მაინც გაითვალისწინე ადრე უწინ ახლა შენ ახალგაზრდობაში გემახსოვრება ხალი აბანოში მიყავდათ უფროსი თაობის წარმომადგენელს იქ შესამოწმება. ახლა შენ უფროსი თაობის წარმომადგენელი აღარ დაგჭან ქვეყანაში და გარკვიე მაინც ნათესავი არ გამოდგეს შენი ის კაცი. რა ნათესავი? რა ვიცი გენაცვალე ნახევარი საქართველოს შენი ქმარი იყო და დიდი ამბავი ნათესავი. უკაცრავად სანდროს ვეძებ და თქვენთან ხომ არ არის? არა, სანდრო ჩვენთან არ არის. ირაკლისთან ნახეთ? იცით ირაკლისთან უკვე ვიყავი და არ არის. არა. არც აივანზე? იცით რა კენი? ისე ვადით ირაკლისთან, ოღონდ კიბეებით ადით. კიბით რატო? სანდრო ისეთი პიროვნებაა თვითონ. რომ ლიფტით მაინც არ დადის. გესმით? თამრი, დღეს იცი ვინ უნდა მოვიდეს ჩვენთან სტუმრად? ჩემი გიორგის კლასელი ლიზიკო. სპექტაკლში ჯულიეტას რომ თამაშობს. ჩემ გიორგის რომ მოწოს. ვაიმე, ნაცვალოს დეიდა გიორგის. ეგის მასწავლებელი, რა ქვია მაგ მასწავლებელს? იზოლდა. ო, ეგის არ არის, რომეო და ჯულიეტას რომ დგავს ხევსრულ მოტივებზე. რა ჭირს მაგ ხმას? რა ვიცი, თამრი, აბა რა ჭირს? მარტო ხელა ქმარს გაშორებული ხალი, ესე თავისთვის გულს აყორებს რაღაცებს, ესე დგამს, იგონებს თავისთვის სპექტაკლებს. აბა ასეთ ხალხს სხვა საქმე კი არაფერია. ხო და დგას და ესეთ რაღაც.
ნახავარდი. ვიდა ბაბა მიყვარ ხარ ხო იცი არ რასისულელია ეხლა შენ ყავადალიე მიდი ხელა პროფესორი კაცი ხარ კლინიკის პატრონი ხარ რას მათხვებ ეხლა ვითომ რა რას იგებს ეხლა მაგითი რომ მე რა თუ მართალს ამბობს მართალს ამბობს რომ ვითომ მარიკას არა კაცო რაღაცას იმას რა მოხდა ლაშ რა მოხდა არაფერი მათხვებს რაღაცას კეთებან არ არის მას შვება რაღა მე კაკია ვინ აწყოს მე რა ვაწყოს ხოთ შორის უჩაქუჩო რანაირად აწყეთ ამას მე უჩაქუჩო ამას შეხედე ეხლა ეს ამას ეს უჩაქუჩოთ რო აწყობ ხო მე კარგად კი დაიშლება მალე ამას უნდა ჩაქუჩდო ჩასმული კი არ არის ეს კარგად ეს უნდა იმას აკნა რო აგერ კარგად ხინული სწრაფი ჯანდა რა თუ უნდა ეხლა ამას ჩაქუჩი უნდა დაკაცო არის ხო აწყობილი ჩვენი რა არა ავიჩემე იმანას კიდე ჯიხვი მომცა მაინდამაინც მოეცა ჩვეულებრივი რა არა ეს თითი არის სპეციალურად ცალკე რო არ ჩაირტყა არაფერი და მაი გავაქალე მაინც ჩავირტყი აგე მიდი ვაიმე ნუ აი ამ წებომ შეხედე რას დამიმსგავსა ფრჩხილები გადავყევით ამას რა ვაიმე თავი ფრჩხილები გაგიფუჭდა იცი რა ჩვენს პირდაპირ მოპირდაპირე კორპუსში გაიხსნა ფანტასტიკური სალონი მიდი გადადი იცი ვინ მუშაობს ვინ გახსნა ეს სალონი ჩვენთან მესამე სართულზე ხო იცი ჩემ კორპუსში გია რო ცხოვრობს იმისი ცოლის დამ გიას ვინც ცემს ხოლმე ვაიმე გამიყარი ჩავა თამარ ფრჩხილების გასაკეთებლად მიდი ხარ ხო აბა მითხარი რამე ახლა მოიფიქრი აბა სანამ გავალ მიდი ფრჩხილები ხო ფრჩხილების გასაკეთებლად მიდი ხარ ფრჩხილები ასე უცებ ვერ მოიფიქრე ვერაფერი და ამიტომ მარტო წადი აბა მოგესალმებით ჩემო თვითფასო თანამშრომლებო და აღნიშნოთ ახალი დირექტორის მოსვლა კლინიკაში. მოდი გენაც. ირაკლი ბიძია, ისე რას დაგვიმშვიდობეთ? იმის მერე პირველად მოხვალით ფაქტიურად ახალი დირექტორი ხართ რა. რა ხალხლაბუცებული ეს ბავშვი რო შემოყედი ასე მგონია ცისფრის ფასკლავი აინტო. განათ. ალილო მრავალჯამი. ირაკლი, როგორ არიან ის დები? რა კარგები არიან? ხლონტები? ვაიმე ქალბატონო, თქვენ მთელი სიამოვნება წინ გაქვთ. რაც უფრო ახლოს გაიცნობთ, მით უფრო კარგები და კარგები გახდებიან. კი, რა ხდება კლინიკაში მითხარით ახლა? თქვენ ხო ახალი ხართ. არის ნერვიულად მე აგიხსნით ყველაფერში გავაკეთოთ. ეს არის თქვენი კაბინეტი. მე პედიატრი გახავთ. ხელფასი უნდა მომივატოთ, პრემია უნდა მომცეთ, დანარჩენს ნელ-ნელა გაგარკვევთ რა. როდის უნდა მორჩეს ეს მაიმუნობა? რას ფროსიალობს, რას ბოდიალობს, რას ბჟუტურა. გახსენდია შამპანური. ბატონო, უნდა ჭიქებით. აი, ნოდა. აი დირექტორი. აბა ისინი დირექტორი ვინ იყო? კაპიქს ვერ გააგდებინებდი. ირეკეპიქს ვერ გააგდებინებდი. მეტი საქმე არა აქ ამას კაცო. როგორ არა მოხს, მაგრამ ახალი დირექტორი ბაბუა ჩემი სახლობელია რა. კაცები შვილო დამაწყდა ნერვები ნუ მღოჯიალობ რაღაცას მომისმინე ხა მე მნიშვნელოვანი მაინტერესება. იმ ქალმა მზია ხო თუ მზევინა? ზევინა არის მზია ხო? ზევინა არის მზია რას დაიძე ფუძე ერთი აკურ შეკეცას არ დავეცე. რო გაიგო რო შენისა რა ქვია კლინიკის საღარყიდიდი რა თქვა მერე? დედა მითხარი მაინტერესებს. გაგიჟდა ერთი მანამდე წარაკდა ექსა. ისტერიკაში ჩავარდა. მე არა მოიყვანე. ვინ მოვიყვანე? მაცალე ყვები რაღაცას. ვეუბნე. არ გამიხეთ ხო გული? ვეუბნები კაცო. ვეუბნები დამანახე ნონაც. ვეუბნები. თან დაასხი თან დამანახე. ბოდიში. ვეუბნები კაცო რომ აღარ ვყიდი ამ წელს, ამ კლინიკის წელს. აღარ ვყიდი, ჩემი ნება არ არის კაცო, ჩემი წილია ხო? ჩემი ხელი დაშენებილი ხო? მინდა როგორ იცის ხოლმე? მინდა. არა, გაგიჟდა. გადაირია, არა მინდა უნდა ვიყიდო. არ ვყიდი მინდა. ესე იგი ვერაფრით ვერ დავამშვიდე. ვერაფერი ვერ უშველე. სანამ არ გადავამისამართე დამაწყნარებელთან. ვინ დამაწყნარებელთან? ბაბუაშენთან. გამოგებინე რა შუაშია ეს ბაბუაჩია? რა შუაშია და ერთხელ კაცო თავი ძალიან არ გაიგოს მაგას მე შვილო რო გაიზრდები მე რეაგიხსით მაგრამ აცი ამას რა გაზდის სხავსია თავზე მოდებული. მოგლეთ დაასხი ეს არის დასხვა კაცო. დაასხი ნუ გენენება სემესტრირებული რო ხარ ყველაფერს. ჩემო ძვირფასო თანამშრომლებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გამომართვი. ესე იგი ჩვენ დღეს აღვნიშნავთ ორ რაღაცას. ხო.
ირაკლი ჩხეიძის კლინიკაში ირაკლი ჩხეიძის დაბრუნებას. კი ბატონო. ვალობთ და ქალბატონი ნონას მოახლოვებულ მეოთხე ქორწილს, ხო? კი ბატონო, რა მეოთხე ქორწილს? კარგი ხალხო. რომელიც კინაღამ ჩავშალე და ჩავაქვესკნელი, მაგრამ ღმერთო სულ ალალდასტური გამყოფოთ ღმერთთან დავალჭა. შენ გაიხარ. ასე ალალდასტური გამყოფოთ, კარგი, ერთი წუთი ახლა ქალბატონო ახლა ყველაფერს ნათელი მოეფინა, ხო? ყველაფერი ვიცით, დამშვიდდით, აღარ ნერვიულობთ, ხო? ხო? აბა მითხარით ახლა მოყევით რა მოხდა იმ რესტორანში. მოყევი. რა მოხდა ირაკლი და ვიცხედით მე და ის ჩერჩეტი რესტორანში. საუბრობდით. შემოჩერჩეთ და ეს ორი ჩერჩეტი რაღაცები იჩერჩეტეს, მე ის ჩერჩეტიც გაიქცა, მე ჩერჩეტს გამახსენდა შეხვედრაზე რომ აგვიანდებოდა, გავიქეცი და დანარჩეს ეს ორი ჩერჩეტი მოგიყვება. მე იმ ჩერჩეტმა ოფიციანტმა შემოიტანა ბეჭედი. მე ნოდარს მივაწოდე და ყველა ჩერჩეტს რესტორანში ეგონა რომ მე და ნოდარი რაჩედა ნოდარი ბიჭო, რაჩედა ნოდარი. რაჩეცეტო. კარგი, ლეპენტია, ნამდვილ ჩამოყალიბებული ლეპენტია. კარგი, აბა ირაკლი ჩხეიძის დაბრუნება აღვნიშნოთ. კაცო, მისაყოლებელი შოკოლადი მქონდა აქ სადღაც მე და. შოკოლადი? ხო. ის რომ ჭის მე კლეპტომანი აგერ წამოვიღებე და გამომყოლე. მომეცი, აგინდა აგასა ბადაგასული არ იყოს. ამას მე ვჭრი ხომე ამ ქაღალდებს ასე ავყრიხობები, თომ წვიმა მოდის და მეყრება და ასე აქიდოს. კარგი, მოკლედ. ახლა ქალბატონონა მე მართლა გულით მიხარია, რომ თქვენ გადაწყვიტეთ მეოთხედ გათხოვება. კარგი ირაკლი რა გათხოვება. ერთი წუთი არა კარგი ხო, კარგი, გადაწყვიტეთ. ყველაფერი მაგით მიდის ხო, ბატონო? წინ მიდის, ქალბატონონა მეოთხედ გათხოვდება და მე მაქვს თქვენთან შეკითხვა მაქვს თქვენთან ერთი. ოღონდ გულზე ხელი დაიდეთ და ისე მიპასუხეთ. ეს როსტომაია ბოლო ავითო. უიაგეთ კიდე არაფერი, მაგი ბოლო არის. დამიცადი არ დახურო სანდრო, მე ჩვენთან ერთად მოვიდება. ერთი კაცი უნდა გავიდეს ლიფტში, ორზე მეტი არ შეიძლება. მე ორნი ვარ, სანდრო. მაშინ მე ზემოთ მივდივარ. მე ზემოთ მოვდივარ. მაშინ მე ქვემოთ მივდივარ. ხო, მეც ქვემოთ მოვდივარ. მაშინ მე ზემოთ, ქვემოთ და შუაში მივდივარ. ვაიმე, გაიჭედა. კლაუსტროფობია მაქვს. მართლა, სანდრო? ხო, ქერა ქალების მეშინია. ამიტომ მემარები, სანდრო. მთელი დღეა დაგეძებ, სადაც მივედი, ყველგან მითხრეს, ახლა წავიდაო. ქალბატონო ბიცოა მეგი. ასაკით დიდი ხარ, თან ის გამოთქვა ხო გაგიგიათ, აი შენ რომ მიდიოდიო, მე რომ მოვდიოდიო. სანდრო, შენთან მაქვს სათხოვარი. მეზობელს მინდა ვუჩილო და ბიზნესი ერთად მოვიფიქროთ. ვინ მეზობელს უნდა უჩილოთ? ეგეც ერთად მოვიფიქროთ. იქნებ წავაგო ქალბატონო მეგი. წავაგოთ რა პრობლემაა. თავარია ვუჩივლებთ და ერთად მოგვიწევს ყოფნა. რა ერთად ყოფნა ეხლა გაიჭედა სანდრო. სტატისტიკის გჯერა. რა სტატისტიკის? სტატისტიკის მიხედვით ლიფტში გაჭედილი ქალის და კაცის 90%. ვაიმე მიშველეთ! გოგი გენაცალე, მიგდე ყური. ხო იცი შვილო, ჩვენ შეწვენილები ვართ იმ როსტომაიასთან და რომოვა ის კაცი მაინც ბოდიში უთხრა. ცდილობის ამბავია. კი ბატონო. ბინა. წაიკითხებით. გისმენ. ეგა. შეხედე? ხო, ეგ სართულია. აი შენ გენაცალე. ხო, ეგ არია. გამარჯობა ნამცეცა. მარტო არა ვარ. რა ლამაზია. შემოდი. გამარჯობა. ალალი. იცანი ესენი? კი, მენეჯერი და ამუნია.
იმპროვიზაცია იყო თორე რა ვიცი. ხო, ნოდარ, აი ესენი იყვნენ მაშინ რესტორანში რო გითხარი. გახსოვს რომ დამირეკე რესტორანში რო შეგხვდი. მე ნოდარი და მენეჯერი დიდი ბოდიში ჩვენ არ ვიცოდით მეგონა რომ უნდა სულაშორება უნდა და მაგით თორე. ხო, ჩემმა ყველაფერი ამიხსნა. გაიცანი გოგი. კიდევ ერთხელ სასიამოვნოა. ერთი რაღაც მინდა მეკითხა. ეს ბლანჟე თქვენ მოუშვით თუ დაიტოვეთ? ნოდარ გაიცანი. ნოდარ გაიცანი ნოდარი. სასიამოვნოა, კაცო. რა მინდა კითხოთ ამისთანა როგორ მოახერხეთ მიწისქვეშეთში რო განჩალინო რომ ჩემი რანგის და გაქანების პატრონო რომ ვერ გამიგვიეთ რომ თქვენ ერთად შარიშურები გქონდათ. ხედავ, ამდენი წელია ვეხვეწები ნონას და სულ უარი. ახლა კი ძლივს გამიმართლა. გასწავთ. ახლა გაუმართლა თუ მაშინ საკითხავია, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა მიულოცოთ. თქვენ გენაცვალეთ, ვერ თუ არშენებულები, დარშენებულები, გახარებულები, გამრავლებულები, უჭურები, სუსიკეთით მენახეთ. მოკლედ, ნონა ახლა მეწავალ და საღამოს გამოგივლი ნამცეცა. სად მივდივართ? ჩემებთან მშობლები უნდა გაგაცნო. საწყალი მოხუცე. საბა, კარგად ბრძანდებოდეთ. მოიცა. დღეს თუ მილი გეყოს. მკვდარი არის დღეს თუ მსვინცა, ისრიალე დედავერ ხო, იგუგუნე დედამიწა, მუმლი მუხასა დალილეოსი, თქვენი გზა არის საქართველოსი. არ ვიცი ეს ამბავი როგორ დამთავრდება. მე ვიცი როგორ დამთავრდება. გაიცი. მეოთხე პირველი ღამე რა. რა მეოთხე პირველი ღამე, არ გოჯიალობ, შეგაჭირო რომ არ მომიშალე თელი ტრენერები. წარმოიდგინე შვილო შენ ეხლა რომ ის ქალი რო ამ ამბავს გაიგებს, როსტომაიას პირველი ცოლი რო გაიშლის თვას და რა მოხდება თუ წარმოგიდგენია. რა ვერ წარმოვიდგინე. მაგას შვილო წარმოსახვის უნარი ჭირდება რა ჩემ მამაგამ ჩემ არ დაგამატლა და მე რო წარმოვიდგინე ამაკაკალა. არ ვიცი რა იქნება. და უბურჭყდია. აბა, დავიწყოთ ახლა რეპეტიცია მიშიკო, გიორგი, ლიზიკო, მოვედადოთ, გამოდი დედიკო, ჯულიეტა, რომეო, მოდი. აბა, დავეწყოთ, გავიმართოთ წელში, მხრები, აბა, ყველაფერი. აბა, დედიკო, დავიწყოთ, მიდი დაიწყებ. კოკა მომაწოდე დედიკო, კოკა. ჯულიეტას კოკა მომაწოდე. აი ეს კოკა გამომართვი შვილო, გაიმართე მხრებში. აბა. დავიწყოთ, ადექი დედიკო ფეხზე. დედა, ხო გითხარი, გზივა. აი, სულ მავიწყდება დედა, რა ქნა გავითიშე. აბა, ვაგრძელებთ რეპეტიციას. აბა, დავიწყეთ, ლიზიკო. წყაროზე ჩავალ, იქნებ იქ იყოს ჩემი რომეო. მომეხმარება, ჩუჩულით მეტყვის კოკა მომეო. როცა ნატრობდა რომეო, კიდევ მენახანეტაო, წყაროსთან გოგით გამოჩნდა მზის დარი ჯულიეტაო, წყაროსთან გოგით გამოჩნდა მზის დარი ჯულიეტაო. აბა, დამთავრდა სპექტაკლი, ვაგრძელებთ. რა ხდება? ეს გამოვტოვოთ რა. ვაიმე, რატო დედა? რა უნდა გამოვტოვო, დედა, აქ კოსტრინ ჯულიეტას, მიდი ჰე გავაგრძელე. როცა ნატრობდა რომეო, კიდევ მენახანეტაო. ბიჭო, ეხლა გაჩერდიშე. შეგან ბიჭო, რა გინდა? ბიჭო, რა ხდება? moments, არ გადაგალეწონ, მომეცი ეს კოკა. ბიჭო, სიცხვილია, სტუმარია, ლიზიკო, ჩემ ცხენია. რა ხდება? დიციობთ ბავშვებო. ხო, ბავშვებო, აი კატაც მოვიდა. ხო, მოდი. მე შემოგევლე, მოდი ჩემთან ვებიღო. ეს არის ჯულიეტა. ცანი ხო დედა. ლიზიკო, დედა რა ციცილა გადავიდა. როგორი თალებია. წადი ბებიკო, წადი. მოდი, მოდი, შვილო, მოდი, ლიზიკო. აბა, ეს სცენა გამოვტოვოთ და გავაგრძელოთ. აბა, ვაგრძელებთ. მაშ გავიპაროთ. ჩავალაგო, ჩვენი ბარგია. მოგვაგნებენ, თორე მისი აზრი კარგია. ბარგი ჩავალაგოთ და აზრი კარგია, ეს სიტყვები ცოტა უფრო მკაფიოთ და რაც შეიძლება ხმამაღლა, რომ იქნებ გაიგონ ზოგ-ზოგი ერთებმა. კეთება. ეს ის გოგოა, გიორგის რომ მოეწია. იქნება შენ მაინც გაგიმართლოს რძალში. ინაიჩვალის ვიკორა კაკი გოგოა რო უყურებ სულ ჩემი ბავშვობა მახსენდება ზუსტად ასეთი ვიყავ კეთება მართლა და მე რა მოხდა დედა
და გაგვიანდება? დამნაშავე გაგექცათ? ვარა მაგარია. მე გელოდები. არსად არ გაგექცევი. მეცმენატრები. კარგი გაკოცე. ის იყო? ხო. გოგო, ეგ პოლიციელია? ხო, ზენი. მე ცი როგორია? ისი მაღალი. მომიყევი, გოგო. შავგრემანი. ხო? მე რო გიждები, ესეთ მებიაქსი გადაპარსული. აი. გოგო, ხასიათებით როგორია? რა ტიპია? ძალიან სერიოზულია? იცი როგორია? აი, ხო ვითომ პოლიციელი და მკაცრი, მაგრამ არა გოგო, იცი რა საყვარელი? აი, კლუბში ვერ ვაჩერებ, იცი რა სეკვავს? პოლიციელები კლუბში დადია? გამარჯობა. გამარჯობა. ფრჩხილებს აკეთებთ ხო აქ? დიახ, მოვბრძანდით, ეხლა მე მოგხდება. სად დავჯდე? მოგბრძანდით. აჰა. ახლავე. გოგო, ჩაყო? ერთი წუთით. ცოლი ხომ არ ყოლია? ჩაყავით. გოგო, ეხლა ხანს გავიგე, ვიღაც ყოლია. თურმე ცოლობაც შესთავაზა. კაი, რას ამბობ? მე რა ვიმ გოგო? არ ვიცი კიო თუ არა, ნუ ვერ გავიგე. არ მოუყანია ცოლად. რა? იმ გოგომ დაიწუნა? იცი მეც ესე ვფიქრობ. ჩაყავით კარგი. არა და რა კარგი ბიჭია, იცი? წესიერი, ეს ყურადღებიანი. აი ეგ რო დაიწუნებ, მე არ ვიცი რა. ნო, დაიწუნებენ ეგრე და მე რას ხედა. მე ისეთი გამოცდილი გოგო ვარ, იმდენ რამეს მოგიყვები ჩემო. მაგდა. და კიდე. ვაშკაც, ცოტა გამოკვეთე ბებიკო რა. ვაიმე. მობრძანდით და გააგრძელეთ რეპეტიცია ქალბატონონელი. მობრძანდით, ჩაატარეთ რეპეტიცია. ძალიან კარგი. მომისმინე ბებიკო, მომისმინე. ტიბალტის როგორ არის? ტიბალტის სიკვდილის გამო. სიკვდილის გამო? არა, მკვლელობისათვის ბებია. ტიბალტის მკვლელობისათვის ვაშკაც თემიდან მოკვეთეს. აიმე, კარგად გამო. როგორ ხა ამბავი ხო უნდა მიიტანო მაყურებლამდე. შვენივრად გამოგდით ქალბატონონელი და რომელიმე აკადემიურ თეატრში რომ სცადოთ სპექტაკლის დადგმა? გავაგრძელოთ ბავშვებო, გავაგრძელოთ. ჩაატარეთ რეპეტიცია. მე ხივით გასკდა ამბავი და მთებში არ დაეტია. ჩემი ტელეფონია. მოიცადე. ვინ გირიგავს? უპასუხე მაშინ. ხო ბებია. კაი. კარგი ბებია, მალე მოვალ. კარგი. ლიზიკო, დედა, ტაქს გამოგიძახებ, ხო შვილო? გამოგიძახებ ტაქს. და მე გავაცილებ. ცოტა ხანს დარჩენილიყავი კიდე. ბებია ინერვიულებს, თან მასთან პირველად დამტოვეს. მოდი ბებიკოსთან მე დავრეკავ. ხო? დავთხოვრამ ცოტა ხანს კიდევ დაგტოვოს. მითხარი ნომერი ბებიკო? მითხარი? აი, ეს არის. აჰა. ხო. ჩვენ მანამდე გავიაროთ ბოლომდე რეპეტიცია და მე თვითონ მიგაცილებ, კარგი? ალო. გამარჯობათ, ქალბატონო. ბებიკოს რა ქვია? ლამარა. ქალბატონო ლამარა, გამარჯობათ. ლამარა! მარიკა, ეს ჩანთები მიგაქვთ, ხო? ხო, ესენი ირაკლი. და მარიკა, ჩავიტანო უკვე? ჩაიტანე ირაკლი, თორე დაღამდა. მარიკა, ტაქსი გავაჩერო? გააჩერე ირაკლი, გავიიგე ბაბიანებ. ირაკლი, გასაღები დატოვე, ხო? სახლი რომ დავკეტოთ. რაო, მამამ, დედა. არ მისულა სახლში კიდევ. ირაკლი, არ დაგავიწყდეს გასაღები, ხო? ეს კაცია, თუ არ შეგიძლია, ან ნუ დალევ, ან აგარაკს ნუ ყიდულო. ირაკლი, იცოდე არ დაგავიწყდეს გასაღების დატოვება. აიგო, მარიკა, ნუ შეჭამა. მოკლედ, ჩავედი მე ახლა. მანქანას გავაჩერებ.
და დროზე ჩამოდით, არ მალოდინოთ, რომ იცით ხოლმე 1 საათი. ხარიგეთ, ირაკლი, რატო შეძლებთ? რა ხდება ირაკლი? რა ხდება ლაშა და აი მივდივარ სახლიდან, რა მიშვეს? რას ბოდიალობ, რას იგონებ, გაგიშვეს რა ეს, საათ გაგიშვეს. რას ბოდიალობ, წადიო ჩაალაგე ყველაფერიო და გამაგდეს სახლიდან და მივდივარ რა. ეს აბა მარიკა მიდისო? კი, მარიკა მიდიოდა, მაგრამ ხო ნახე შენით რომ მობძანდა ცისანა ხო იყო მოსული, შალოვნა. ხო და გაახსენდა რომ ეს ბინა მარიკაზეა გაფორმებული. გახსოვს მე მაშინ დეკლარაციისთვის ეს ბინა მარიკას რო გადაუფორმე. ხო, მაგას რას გამოაპარებ, გრძნეულია და ამოაგდო არქივიდან. აი, არ მოგბეზდა მართლა ირაკლი, ახლა არ მოგბეზდა, ირაკლი, გასაგები. მოდი შალოვნა. მიფიქრე ამ გასაღებს დავიტოვებთ ხო? გამატარე კაცო ნუ მიყურებ ერთი ზღვის გოჭივით გამოდი აქეთ. ვიფიქრე გასაღებს დავიტოვებ მეთქი და ჩუმჩუმად შემოვიპარებით ხო, მაგრამ აჰა, გეუნები გძლეულია მეთქი, ჯატო ქარია რა. რა ვარიანტია ეს? რა ვარიანტია ლაშა, წავალ ცოტა ხანი დედაჩემთან ვიქნები, ვიცხოვრებ იქ და მე რაღაც გამოჩნდება, აბა სუასე ხო არ ვიქნები ლაშა, შენ არის ნერვიულო შენი პრობლემები გაქვს. მოიცადე ისა, შევალ ირაკლი, მე დაველაპარაკები კაცო. კარგი კაცო, არ გინდა არ ძრია რა ახლა შესვლას და მათთან დალაპარაკებას გეუნები მე შენ. ჩაკუჩევით ანდაივითომ ჩაკუჩი და მომეცი ეგ ჩაკუჩია. მომეცი რა და ეს ჩაკუჩია ვიყიდე მე თავის დროზე. ხო, ჩემი ჩაკუჩია ეს. და მე მეკუთვნის. ხო და რაც შენია წაიგე ყველაფერი წადიო და წავიღებ ამ ჩაკუჩს და ეგ არის, აი ლიმიტიც მოვიდა. კარგი ლაშა, კარგი, არის ნერვიული. წამოდი, არ მოდიხარ? არ მოდიხარ ხო? არა, ჩავალ მე ფეხით. ჩადი მაშინ მინდი. ხო, ჩავალ. ხო, ჩადი მინდი, ჩადი და ჩავალ მეც. შენ ჩადი და მე ჩავალ ხო, დავაჭერ, ჩადი შენ ჯერ მინდი. შენ დააჭირე. ვაჭერ უკვე, აჰა, დავაჭირე. ჩადი, მომეწრება მეც ვაკიბეებზე სიარული. ჩადი ხარ? კი. კარგი. რა უნდა ამ კაცს სახლი არ მესმის. კარგი დედა, ეხლა ასეც ნუ ნერვიულობ რა. მოდი ლაშა, მოდი. რა იყო? და ესა, ჩაკუჩი არ მომიტანია ირაკლისი. მარიკა, მე რო ვეჭუბები, შენ ხელს ნუაფარებ. კარგი დედა, ეხლა რაც არ უნდა იყოს, ხარ გადავაგდებთ რა. სულ სვავს. მარიკა, მე სარეცხის ჩამოხსნა არ დაგაგიწევს. არა დედა. ბოდიში ვაჩაშვილი. რა დედაშა, რა მოხდა? აი სამბავი რომ გავიგე და შენ საიდან გაიგე, ვინ გითხრა? ირაკლი მითხრა. თავისი ბრალია, აი თავისი. შეიძლება ეხლა რომ თავისი ბრალიც იყოს მარიკა, მაგრამ იქ დაელაპარაკო დედაჩემ რა. აუ, კარგით ხალხო რა, ხო გთხოვეთ არა დროზე ჩამოდით მეთქი. გამექცევა ის ტაქსის მძღოლი უკვე ჩხუბობს. მარიკა! სად ხარ? ჩალვდი. რა უნდა დაველაპარაკო ლაშა? ხო იცი დედაჩემის ხასიათია რა. აბა ისე. შენ რა შვები რა არის? დაგჩა რამე? მოვიდა ისე, ამოვიდა ეხლა. აი ეს წავიღე, გამახსენდა რომ ეს ჯიხვისებური მე არ მიყიდია, ჯიხვისებური თქვენია და ჩემი ჩვეულებრივია. ხო. შენი ჩვეულებრივი წაიღე ირაკლი. მომბრძანდა. აიმე, ბოდიში შალვოვნა, ბოდიში, ჩაკუჩი დავაბრუნე, მეტი რა დავაშავე, მივდივარ უკვე, ბარგი ჩატანილი მაქვს. კარგად იყავით აბა, წავედი, ხო? მოიცა, ირაკლი, კარგი ხალხო, რა გჭირდა? როგორ შეიძლება ესე რა? არცადაც არ წაყვალ ირაკლი, ეხლა შეიძლება მეგობრებს მართლაც არის აყოლილი, მაგრამ ირაკლი არ გაგიშვებნე არცადაც დაჭეკი ეხლა იქ. შენი ხათრით ლაშა. შენი ხათრით. რა ხდება ლაშა, გამაგებია? ხო კარგად ხარ? რა ხდება, მარიკა, ხუმრობე? წამოდი მარიკა, წავედით, გამატარე ლაშა. თქვენ გაგატარებთ ირაკლის არა? ესეც სვამს? დიახაც სვამ. გამატარე თუ კაცი ხარ. კი ბატონო. ირაკლი. წავედი და არ უნდა გაგვაცილო, არ მოდიხარ? კი, ბეღური უნდა გაგაცილო, აბა რა მოვდივარ, ბეღურა.
ვირაკი, გეხეწები, მე ანანოს ამბავი გამაგებინე, ხო იცი როგორ მაინტერესებს. ნუ რა გაგაგებინო, ფეხბზიმეთ იქნება ალბათ, მარიკა, აბა სხვა რა იქნება. ხო, თვითონ არაფერს ამბობს და. მარიკა, ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები ზედმეტია და თავრუსხვევა და გულისრევა თვითონ ამბობს ყველაფერს. მიდი ვეღურა. არა ეს ანანო რო ფეხბზიმეთ არის, არ არისო და მაგაზე არ გეკითხები, კაცო, რა ხდება, რა ვარიანტია ეხლა? ეს. ხო, აგარაგზე მიდიან ისა, ვეღურა და შალოვნა. ხო და მანქანა გავაჩერე უკვე, გავაცილებ რა, წავლენ. მე შევივლი მარკეტში, ჩვენთან ქვემოთ სუპერმარკეტში შევივლი, ბევრ ლუც მოვიტან, ლაშა, თხილს რაღაცას ამოვიტან და ჩავუძეთ მე იქნება რამე ამ ფეხბურთიან კალაბურთი და ერთად უყუროთ. მანამდე შე რა გააკეთო, გეტყვი კი ბატონო, აი შენ ეს ჯიხვი გამომართვი, ცოტახანი დაჯექი იქან, თუ გინდა იდექი და სალამ მე მოვალ ისაკეთე. მოიც ეხლა ეს ამან მე ეგე ხო, აი ესე, ხო მართალი ვარ, ხო უტვინოთ მოიქცა ეს გოგო. კარგი, ზუსტად მაგის ღირსია ის კარი. კანწოტვინი არ ექნება. ისა თქვენ გამოცდილი გოგო ვართო და მოგვიყვებით რამეს? არა, ხა მე პირად თემებზე არ ვსაუბრობ. თქვენ ალბათ არ შეგხვედრიათ, ხო ესეთი ბიჭი? ხო, რა ვიცი, ალბათ არ გამოჩნდა. ვაიმე! რა გინდა ადამიანო, რატო დამზდება? რა გინდა ერთხელ და სამუდამოდ? ხო გითხარია, ხო გითხარი, ნუ დამზდებ. რას მომადექი, აქ წადი დაიჭირე დამნაშავე. ჩემი ბრალია რო შეხტე, გაჩუნდი ერთხელ და სამუდამოდ. გაიგე, მურჩა და დამთავრდა. გაიგე. როგორ ახარ მაგდა? აგიხსნე მე ყოფასო. არ ყოფა ამას? თამარ ერთი მომის. მე მეყოფა. გამატარე. ნუ მომყვები. აზე ხარ? მე რა აგიხსნე წავიდეთ და მოგეყოდე რა. მოიცა თვითონ რამაზი სად არის? რა ის წეგან ველაპარაკე მენატრებიო და თუ ვენატრები შერატო გამოგზავნა. იმიტომ რომ იარაღის ჩავარება დაავიწყა და ამიტომ მიბრუნდა და მე მთხოვა რომ გამომევლო და წამეყვანე კლუბში. მენატრებიო და აი წავიდე. ენატრები, მართლა მაგრა ენატრები. მაგდა. არა ის არ არის. კაი მაგურა წავიდე. კაი, კოცნი. მაკა. ძმები გამისწორე რა. დიახ, მე გიდგები. თუმ რა გააკეთა ეხლა რომ რა გააკეთა არა მოიგო ეხლა რა ან მე რა დამაკლო ერთი მაგით აი რა როგორ არ მომეცება ეხლა იმის შანსი რომ სამაგიერო გადაგიხადო ირაკლი ჭყეიძე აი და იხუმრა ხო ბიჭმა იანცა აი არგი რას რეკავს არ შემოდი შენ სახშია მე მოდი ლაშა ანა შენ მოიცი სადარია ნამოჯახის წევრები ლაშა მარიკა და დედამისი სადღაც წავიდნენ ირაკლი არ მაინტერესებს ლუცა მოვიტანო. აი წავალ მაშინ მე მარიკასთან ვიყავი შემოღიარე ისე. მოიცა საწახვალ ანანო. დაჯექი ერთი მომიყევი შე როგორ ახარ რაღაცა ეს თავბრუსკოებიო და ეს. რა როგორ აღარ მოვდივარ ახლა კლინიკიდან ლაშა. სად ირაკლის კლინიკაში იყავი? არა დაზღვევამ სხვა კლინიკაში გამიშვა და სხვა კლინიკიდან მოვდივარ. თვაიმე ლაშა. მე რომ მეგონა მარტო მე ვარ ამ მდგომარეობაში თქო იქ რომ მივედი იცი რამდენი ხალხი ყოფილა ჩემს ამით. ანანო აბა რა გეგონა ეს გაი. გამაგი. დათომ როგორ არ მითხრა კაცო დათომ? აი დათომ არც იცის რა. არა იცის და რა ენაღლება პრინციპში მაგას აენაღლება რა. მოიცა რა ენაღლება რა ლაპარაკი ვერ გავიგე დათო რა შუაშია საერთოდ. მე ეხლა რანაირად ეხლა დათო თუ არა შუაში მოვინარი ანანო შუაში. რანაირად დათოს შუაში რანაირად არ არის შუაში ეხლა. ნუ ეხლა დათოსთვის რა დამეჯერებინა ლაშა საერთოდ არ ვიქნებოდი ამ დღეში. მოიცა ეს დათოს დაგე რა? აი მე ასეც იქ იყო ლაშა ეს რო დაგვემართა. დათოა? არ არის დათო არა.
ალო? დათო თუ არ არის ვისთან დაგემართ? ნუ რა ვიცი ლაშა ხა რომელ ერთი ჩამოვთვალო ერთი ავტობუსი ხალხი იყო. არა. ვაიმე მართლა? ლაშა პულტი მომეცი რა პულტი მომეცი. ჩქარა ლაშა. კი აი ვრთავ მოიცადე? ნახონდის. აი ლაშა, ეხლა განახებ რაც დამემართა. არ მინდა ანანო შენი ჭირი მე რა თქმა უნდა. არ გინდა შეხედე? რიკოთის უღელტეხილზე ერთ-ერთ სახაჭაპურეში კვების შემდეგ მგზავრების საკვებით მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა. ჩვენ მოგვართა ბათუმი თბილისის რეისის ავტობუსის. რა იყო ჩემი ავტობუსი? მას რიკოთის უღელტეხილზე მდებარე ერთ-ერთ სახაჭაპურეში მიირთვეს თვითონ ხაჭაპური. კი ბატონო. და სახელმწიფო მოწამვლას ეწია ზემოთ აღნიშნულმა ხაჭაპური. კი. მინდა გითხრათ რომ პაციენტს აღენიშნებოდა სუბუქი თავბრუსხვევა, ბატონო. გულისევის შეგრძნება და ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში. ეგ არის. თუმცა ის აღსანიშნავია რომ მოწამვლა იყო სუბუქი და პაციენტები ასაჭიროდნენ ჰოსპიტალიზაციას. მათ ამ ეტაპზე უტარდებათ სტანდარტული მედიკამენტოზური მკურნალობა. კი ბატონო. აჰა. მოიცანო. ეხლა მოიცა შენ რას ამბობ ეხლა რომ იმის თქმა გინდა შენ რომ ესე იგი რიკოძე იყავით ხაჭაპური შეჭამე და ამიტომ გქონდა თავბრუსხვევები და გულისრევები და არა ის ეხლა ავტობუსი მარტო მე კი არ. ანანო. ხო. ეს ამბავი ჩვენებმა ვინმე მიცის მოუყევი სხვას ვინმე? არა რა თქმელი იყო არ მომიყოლია. არა. ოხირაკლი ცხენძე შეგაკმა. ახლა. აჰა. კაბალაშა წავედი ხო? ხო, კარგად. შედი, აღარ შემილია ხო, აღარ შემილია. გამარჯობა ირაკლი მარიკა როგორ ხართ? აღარ შემილია დავიხალე. გამაგებინე ლამარამ და კატამ როგორ უნდა შეიწიროს ჩემი ცხოვრება, აღარ შემიძლია. ქეთინა ვინერვიობს ჩვენ რამე დაგემართოს მე მეჯიბრები გოგო. ნიკაზე ისეთი რაღაცა მოგიხლა. გადაირევი. ვაიმე ანანო, როგორ ახარ? ანანო, როგორ ხარ? აშები, აბა მოყევი? ვაიმე გოგო, ძალიან მეჩქარება. გიახოთ, აი ლაშა, მოგიყვებათ ყველაფერი ის ლაშა. კი, მე მოუყვევი ანანო, შენ მაგაზე არ ინერვიულ. ახლა მოხევი აბა რა ხდება ანანო? რაო? ანანო ხუა ფეხმძიმე. კი, გოგოს მუცელი აქ ტოჩები აქ შეშუპებული. კი. დასხედით ეხლა. აბა მოიცა გვაცადე, აბა მერე გააგზელე. კი არის ფეხმძიმე, ხო, როგორ არ არის? ვისგან არის ფეხმძიმე, იცი? არიცით. ო? ირაკლი. ანანო. მიდი ხარ? ხო, მივდივარ ირაკლი, მარიკასთან შემოვიარე ისე და არ არის. ხო, გავაცილე, აგარაგზე წავიდნენ მარიკა და შალოვნა. ხო და მომისმინე, შენ აქ რატომ მოხვედი? კლინიკაში არ უნდა მოსულიყავი ჩემთან? აი, მე ირაკლი, რა მოხდა, იცი, დაზღვევამ გამიჩვა სხვა კლინიკაში. აჰა, გასაგებია, გასაგებია. აი, მე ირაკლი, იცი ტელევიზორში რომ ნახე? ვა, ეკოზე იყავი? არა, რა ეკოზე, ირაკლი, რიკოძე. რიკოძე? ხო. რა დაზღვევა გაქვს ამისთანამ, ანანო, რიკოძე რო გაგიშვას, ნუ გამაგიჟე, რაცო. კარგი დამალებოთ ამას თავი. მთავარი დამნაშავე რას ამბობს, დათო, რაო? აი, მე ხალხო რა შუაშე, დათომ კი არ გამოაცხოს ხაჭაპური. ანანო, დაჯექი კი არა და მე რო რა? ირაკლი, დამშვიდი ახლა და ახლა მომისმინე, ახლა მე შენ ყველაფერს მოკლედ აგიხსნი, კარგი? გრძლად იყოს და ამიხსენე. ვისგან არის არ ვიცი, მაგრამ დათოს გარო არ არის ეგ ნაღდი. ვა, თამარჩიკ, კეთუსი აქ არ ყველა. აი, მოგიტანე ლუდი. ხო, მადლობა. როგორ შეგვირდი რა? აი, თამაში იქნება უყუროთ მე. კი, აუცილებლად. რა ხდება ხა, ხო? რა ხდება და ლაშა გვიყვება რომ ანანო არ არის დათოსგან ფეხმძიმედ და შოქში ვართ. ვაიმე, თქვენ ჩემი შოკი უნდა გენახათ, ხალხო. თქვენ უნდა გენახათ, რო გავიგერო დათოსგან არ არის ანანო ფეხმძიმედ, მე როგორ გავგირდი და რა შოკი მქონდა. თქვენ არ იცით რა მომივიდა, ქერქვეშა ბირთვები გავყარე თავიდან. რასა? შენ უნდა გენახა მე რა შოკი მივიღე, შენი შოკი რა მოსატანია. ჩემ შოკთან ირაკლი, როცა გავიგერო ანანო ფეხმძიმედ არ იყო, იქ რა უკვე დათოსთან მქონდა. დარეკილი გილოცავ ბიჭი იგეყოლება. რე ბიჭი ეყოლება? რე ბიჭი ეყოლება? საიდან მოიტანე? ეკოსკოპიაზე იყო კაცო ანანო ჩემთან კლინიკაში ტყუპები ეყოლება. რა? კეთი? რა? აბა მოწამლულიაო. ეთერი მითხრა. ვინ არის ეთერი? ჩემი მცხოველის ბიძაშვილია, ხო და იმასთან იყო მისული კლინიკაში ანანო. მოიცა რა, თქვენი წოდით რომ ანანო მოწამლული არის? ეთერი მესე მითხრა და. ხარ მოიწუებ. ეთერი ეს რა რას მოიცა და ხა შენის თქმა რომ შენ ციცოდი რომ მოწამლული ანანო?
მოიცადე ახლა რომ შენ ციცოდი რომ მოწამლულია? და მოიცადე ხარ გიდა თქვა რომ ყველა ვიცოდით რომ ალანო მოწამლულია? ეჩერი მითხრა. რას ლაპარაკო? რა? ხო, რა? იცით ახალი ამბავი? აბა? რა? ხო, მიდი. ანანო შემხვდა. მერე? გოგოს ელოდება. აბა, რა? სანდრო. რა? მოდი, შენ ახლა გადი. და 1:15 წუთით ადრე შემოდი. მიდი. მიდი. როგორ? მიდი. აჰა. ეს სერიაც დამთავრდა. სად არის ამდენ ხანს? ალბათ რამე საჩუქარს ყიდულობს. ქალბატონო ნონა ხომერიკი ჰადაჰა როსტომაიასი. ჩვენ გავდივართ და გამოყვებით? არა გოგი, მადლობა. უნდა მომაკითხოს იმან. კარგი, დროებით. აიღე რა. ალო? რა? გისმენ ქალბატონო? რა ქმას გართმევ? სახლიდან ფეხს ვერ გაადგამსო. მართლა ჩურჩუტი გამოდგა. დამთარსა ამან რა. თხოვდები. აჰა, თხოვდები. დან